გამარჯობათ, მივესალმები მთელ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით რადიო და ტელევიზიის ობიექტივის მსმენელს ღრმა პატივისცემით, რამდენადაც ამ ტელევიზიამ ამდენი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი შემძინა განსაკუთრებული ფასეულებები იყო ჩემი ამ გადაცემის, რომელიც მე მიმყავს უკვე მეოთხე წელია, სამშობლო და ღირსება. თავისუფლება მივეცი თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ სამშობლოს ფას ყოველწლიურად, ყოველდღიურად სახში უყურებდი, როგორ იტანჯებოდნენ ის ადამიანები, ვინც ჩემ წინ ფაქტიურად გაიარეს მთელი ცხოვრება და მეც გამზარდეს. ეს არის ჩემი სამშობლოს სიყვარული, საქართველოსი, მისი მოსახლეობის და რაც მთავარია, ამ გადაცემამ მე ძალიან იცით რა ღირსება ამიმაღლა ჩემი პირადული პასუხისგებლობა მთელ მოსახლეობაზე. და აქედან გამომდინარე დღეს მე წარმოგიდგენ ჩემს სტუმარს ბატონ ირაკლი პაპავას. მე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ირაკლი ჩემთვის აი როგორ გითხრათ, ძალიან ღრმად პატივსაცემი ადამიანია. გარდა იმისა, რომ ის კინორეჟისორია, საქართველოს კინომეტოგრაფიის წევრია, თავისთავად ცხადია და მთელი თავისი ახალგაზრდობა ბატონ რეზო თაბუკაშვილის ჩვენი ეპოქა იყო მაშინდელი, ჩვენი ახალგაზრდობის და ჩვენ გვასწავლიდნენ რა არის სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა გარეთ სამყაროში, როგორ უნდა შეიძინო, როგორ უნდა მოძებნო შენი სამშობლოს ისეთი ნივთები, რომელიც ხვალ შენ ეპოქას დასჭირდება და ისტორიას გაამძლავრებს. აი ეს შეძლეს მაშინ ბატონ რევას თაბუკაშვილმა და ბატონმა ირაკლი პაპავა. მე მიხარია თქვენი დღეს ჩემ გადაცემაში ის მონაწილეობა ბატონო ირაკლი, რამე თუ იცით რა მახსენდება ყოველი ის გადაცემები მაშინ ახალგაზრდები, როდესაც თქვენ ბრუნდებოდით, იცით რა და ისეთი ის ჰქონდათ, რომ აი რა ჩამოგქონდა და სამშობლოს უბრუნებდით ამას ყველაფერს, როდესაც თქვენ იქ ფაქტიურად ხანდახან წყლის დასალევი ფულის კი არ ჰქონდათ. აი ეს იყო ღირსების დაცვა, ეს იყო სამშობლოს სიყვარული და დღემდე მოიტანეთ და გარდა ამისა მე წეღანაც ვთქვი და ეხლა რატომ გცემთ, როგორ ჩემი ქართველი ძმა ისე პატივს გცემთ, იმიტომ რომ თქვენ ხელში გაიზარდა ჩემი ეროვნების რეჟისორი, რომელმაც დატოვა საქართველო. აი კი ჯასო, რომელიც გასულია, კარგი იცით რომ კინორეჟისორია, მის ძალიან დიდი შედეგები აქვს, მაგრამ ის ყველგან აფიქსირებს, მე დავიბადე საქართველოში. და ჩემი პედაგოგი იყო ბატონი ირაკლი პაპავა. ეს მე იცით რა მაძლიერებს ღირსებას მიმატებს და ის არის რომ მომავალ თაობას ყველა ეროვნების ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ თავის სამშობლოს ფესვები, ეს არის საქართველო, მას ისე შეაყვაროს, ისე იცით რა ასულგულოს, რომ მან იგრძნოს, ის არის თავისუფალი და იცით რა თანაბარი მოქალაქე თავისი კონსტიტუციით, უფლებამოსილებით, იმიტომ რომ სხვანაირად თუ არ იცი შენი ქვეყნის სახელმწიფო ენა, ეს არაფერს არ მოგცემს, ვერც სამშობლოს დაიცავ და ვერც მის ღირსებას და ვერც შენ მოქალაქეობასაც ვერ დაიცავ. ეს აუცილებელია, ყველა ქვეყანაში თოვლობს ყველა ქვეყანა, ეს არის ნომერ პირველი, რომ ყველა უნდა ეცადოს საქართველოს ეროვნული ქართული ენა შესწავლილი იქნეს ძირფესვი ენა და ღმერთსა ვთხოვ, რომ ყველაფერი იყოს წარმატებით. და გადავიდეთ ახლა ჩვენს დღევანდელ მსმენელს, რომ თქვენი კიდევ ერთი ძალიან ძლიერი პროექტი, რაც დაკავშირებული იყო ამ მთელი ეს გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით, მთელი საქართველო იყო სპორტულ ამბიციაში რო იტყვია და მთელ მსოფლიოს აჩვენა ეს წარმატებები ყველა სახეობამ თითქმის და აი თქვენ გააკეთეთ ისეთი საინტერესო პროექტი,
რომელიც მართლა ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა თუცხოელი და კარგი იყო ეს იყო ფაქტიურად დაიწყო 6 სექტემბერს და 18-ში დამთავრდა ხო 12-ში დამთავრდა მიმდინარეობდა ბათუმში და ძალიან გთხოვდით ოღონდ მე არ ვიყავი ამ პროექტის ასე თქვა იდეის ავტორი იყო ჩვენი კინორეჟისორი ძალიან ნიჭიერი ადამიანი მაია არჩვაძე და მისი მეუღლე ზურაბ ხუციშვილი პროდიუსერი იყო ამ ფესტივალის დირექტორი. მე ჟიურის წევრი გახდით, თავმჯდომარის მოადგილე. თავმჯდომარე იყო მარინა კერესელიძე, ცნობილი ჩვენი კინომცოდნე და საოცრად აღმატებულ ხასიათზე ვარ ეხლა რომ აი ესეთი რამ მოხდა საქართველოში. შეიძლება ითქვას რომ ისტორიულია ეს ფესტივალი. ვინაიდან საქართველოში პირველად ჩატარდა ასეთი თემატიკის ფესტივალი. ეხლა სპორტული ფილმები გამორჩეულია თავისი ჟანრით ამ დოკუმენტურ მხატვრულ ფილმებში სპორტულ თემატიკას ცალკე ადგილი უჭირავს და რაღაც სპორტულ ოსკარსაც კი უწოდებენ აი მის პრიზებს, გრან-პრიებს. ხო და ამიტომ ძალიან პრესტიჟულია თან სოფლიოში. ჩვენთან არ ჩატარებულა და ეს მოხდა პირველად ეხლა. იმდენად ვიყავით მონდომებულები, მეც ჩავები ამ ფერხულში მაიასთან ერთად. და თქვენ ავტორი იყავით, იმიტომ პირველი თქვენ გახსენით. არა, ეხლა გაიხსნა ჩვენი ფილმი, ლელო ბურთის შთამომავლებით. ეს კიდე ერთი ჩემთვის დიდი სიხარულია. კი, რა თქმა უნდა. ხო და მაგრამ თავარი აქ არის რა რომ ეს დღეს უკვე ჩვენი ამ თავარი იყო ჩვენთვის იყო თავარი ჩაგვეტარებინა ეს ფესტივალი. აი ისე ვიყავით წირი დაფინანსების რაღაცა სხვა ხელშეწყობა კი ქონდა მთავრობიდან, ადგილობრივიდანაც და ცენტრალურიდანაც, მაგრამ მაინც ისე ვიყავით ასე ვთქვათ, ქესეტად. ვიყავით და ვამბობდით რომ ნეტავ ჩაგვატარებინა, რომ მოხდეს, დაფიქსირდეს, რომ საქართველოში ჩატარდა სპორტული ფილმების ფესტივალი, მაგრამ აღმოჩნდა რომ გვერდზე დაგვიდგა ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანი, ვისაც ესმოდა მისი მნიშვნელობა. აქ მხოლოდ აი თუნდაც ორი ადამიანი რო დავასახელო, ბატონი ბენო ქაშაკაშვილი, ცნობილი ჩვენი ალპინისტი ევერესტზე, პირველი ამსვლელი, ისიც ხო ამრავლოს ესეთი ადამიანები ბინოტელის ქვეყანამ ამრავლოს ნამდვილად ხელმძღვანელი ისა და ასევე გიორგი შიუკაშვილი, რომელიც არის ქართული ჭიდაობის, აი დღევანდელი აღმავლობის ლიდერი. ერთ-ერთი ლიდერი, ასე ვიტყოდი მე და რომელმაც ისეთი სურვილიც კი გამოთქვა, რომ შემდეგი ფესტივალი ჩატარდეს კახეთში უკვე. არა, როგორც ვიცი, ბევრი სტუმარი ყავდა. ძალიან ბევრი. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სტუმრები იცით რა, ეხლა გერმანიაც იყო, რუსეთიც იყო. გერმანია, ამერიკული, იაპონურ, რუსულ, უნგრულ, რა ვიცი ეხლა ძალიან დიდი ის იყო, კი. სომეხი კინორეჟისორი ძალიან ცნობილი დღეს იყო ჟიურის, ასე ვთქვათ, წევრი კიდევ სომხეთიდან, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რაც ფესტივალის ერთ-ერთი კიდე პლუსია, რომ იქ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და საერთო პროექტებიც კი მერე იბადება. აი ეს არის ფესტივალის დანიშნულება ერთ-ერთი კიდე. ანუ ქართულ სპორტს, რომელიც დღეს აშკარად აღმავლობას განიცდის, კიდევ ერთი ძალიან ძლავრი ბერკეტი დაემატა ამ ფესტივალის დიდი საფეხურია ეს, დიდი საფეხურია, კი. დიახ, რადგანაც ეს ფესტივალი რადგან ჩატარდა, ეხლა უკვე ჩვენ გავხდით საერთაშორისო სპორტული ფილმების ფედერაციის წევრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე ეს სტიმულიც არის ჩვენი რეჟისორებისთვის, რომ აი ესე წარმატებულ სპორტსმენებს უნდა გაკეთეს ბევრი ფილმები. ნიჭი ჩვენ
არ გვაკლია ასე თქვა. ბატონო ირაკლი, ეხლა იცით რა მინდა, ესე იგი როგორი დროც სწორი შედგა იმ პროექტის, აი თქვენ რასაც ეხლა ბრძანებთ, იმიტომ რომ მთელი ეს გაზაფხული და ეს როგორც ეგან აღნიშნე, ეს იყო დიადის სპორტის წარმატება საქართველოს ღირსების დაცვა იყო ნამდვილად და ჩვენი სამშობლოს დაცვა და აი ეს თქვენ როგორც კინორეჟისორი მაინც სულ სხვა ხაზია და ეხლა სპორტული მაგრამ ესე იგი იმდენად თქვენ დრო არ დაისაკენით და თქვენ ჩაერთვეთ ამაში იმიტომ რომ ეს აქტუალური თემა იყო და კინორეჟისორობა ცოტა გვაკლია ეხლა მსმენელსაც რომ ის φιλმები ისტორიული ფილმებს ჩვენ ვეღარ ვხედავთ. კი, ამაზეც შევჩერდები მე მოგვიანებით, მაგრამ ეხლა ვიტყვი რომ კიდე ერთი სტიმული იყო აქ. იმიტომ რომ ესაც ნიჭის დიდი ფენომენია, რომ აი არც ერთი წუთი არ დაიკარგა და ბათუმში ეგრევე ეს პროექტი განხორციელდა. კი ბატონო, ეს ქალბატონი ელისო ბოლქვაძის დიდი დამსახურებაა, რომ მან დაიჟინა, რომ ეს თქვენიც ყველასი რა თქმა უნდა თითოეული იმ ადამიანების რომ იმ ბათუმის ხელმძღვანელობა და ყველა, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი სამშობლოს ღირსების დაცვა და სპორტსმენების ფაქტიურად ისტორიაში ჩართვა, იმიტომ რომ ეს დარჩება საუკუნეების მანძილზე ეს ფილმები და ეს შეხვედრები და ეს რაც თქვენ იქ 6-8 დღის განმავლობაში ჩაატარეთ. და მახსოვს რომ თქვენ თქვით რომ ძალიან დიდი აღმავლობა იყო და ის ამერიკელები არა გერმანელი რეჟისორი იყო ჩამოსული ვინც დავაჯილდოვეთ ჩვენ ასე თქვა თავარი პრიზით ასეთი დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა ფრანც ბეკენბაუერზე კაიზერ ფრანცია ასეთი ფილმი იყო გერმანული და ჩვენ მივანიჭეთ მას იმიტომ რომ შესანიშნავად პროფესიონალური გადაღებული ფილმი იყო და ბეკენბაუერს პროგრამა მაქვს და სულ ყველაფერი ბეკენბაუერს გერმანელები როგორ პატივცემენ მოგეხსენებათ რა ესე იგი რომ ისე როგორც არგენტინაში მარადონას და პელეს ბრაზილიაში ისეთი საქმს ცენზი ბეკენბაუერს და გერმანელ ერთი მას ვიტყვი რომ გერმანელ რეჟისორს ოდესაც ვაჯილდოებდით ისე აღელდა რომ თქვა რომ ქართველებიო რა ხალხი ხართო ეს ამდენი ხანია ეს ფილმი არსებობსო და პირველი ვისაც მოაფიქრა რომ პრიზით დაეჯილდოებინაო ეს ფილმიო ხართო თქვენ ქართველებმა პირველებმა დააჯილდოვეთო ეს ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანზე ფილმი რა თქმა უნდა გაისა თუ ჩამოვალ და მის შვილებს ჩამოვიყვანო შემდეგ ფესტივალზე მეორე ფესტივალზე ესეთი ეპიზოდიც იყო და დიდი დაფასება და დიდი მხარდაჭერა ვიცი რომ ეს წარდგენა მოხდა იქ კარგი რესტორანი იყო სადაც ესენი ყველანი შეიკრიბნენ სენატი არის ესეთი რესტორანი და იქ და წარდგენა მოხდა სწორედ იმ აი ის არის ძალიან ამაღელვებელი ინსტიტუტი და იცით თანასწორუფლებიანობის გაცვლითი პროექტების განხორციელების შემდგომი რესურსი კიდე ამის გამოყენება და მართლაც რომ ძალიან დიდი აი იცით სიბრძნე და ნიჭი ქონია ამ პროექტის ასე იდეის ავტორს და განხორციელებას რა თქმა უნდა მონაწილე პირებს ესე იგი კიდე ერთი ამაღელვებელი ის იყო რომ იქ ერთ-ერთი დაჯილდოვებული ჟიური სპეციალური პრიზი დაჯილდოვდა ფილმი აფხაზეთის სოხუმის მერზე რომელიც ყოფილი ფეხბურთელი და მსაჯი იყო ფეხბურთის და როგორც სპორტულ ნომინაციაში მისი ისტორია და მისი გმირული საქციელი შემდეგ ყველას მოიხსენება ასე ვთქვათ და ამაზე იყო ფილმი და ძალიან ამაღელვებელი იყო თელი აფხაზეთის მთავრობა ესწრებოდა ამ დაჯილდოებას და ძალიან დიდი კმაყოფილებით გადავეცით ეს პრიზი მათ
აი ესე ჩატარდა ეს და ალბათ კიდე გაშუქდება ეს ფესტივალი, ამას აუცილებლად მოყვება ავტოშოკები როეზახიან. ნამდვილად, იმიტომ რომ კინოხელოვნებას მაინც უნდა ძალიან დიდი ახლა მხარდაჭერა. ნამდვილად ჭირდება. მხარდაჭერა და თქვენ ამას გრძნობთ, რომ აი ეს იდეები, რომელიც განსახორციელებელია ისტორიულად ფილმები, რომლებიც დაგროვილია მასალები. ეხლა ვიტყვი მე ესეთ რაღაცას, რომ მომიწია მე პედაგოგად მუშაობაც. აი თქვენ ჯასო ახსენეთ ეხლა, ჯასო ოსმანოვი ჩემი სტუდენტი, რომელიც ვებერთელა წარმატებებს აღწევს ეხლა უკვე გერმანიაში დიახ და ისეთ ოსკარის ნომინაციებზე წარდგენილ ფილმების ხუთეულში მოხვდა მის სცენარით, ასე ვთქვათ, მე მაშინ სცენარს ვასწავლიდი და ბედნიერი ვიყავი, რომ ჯასომა ესე წარმატებას მიაღწია. თქვენ ეთერში შევხვდით ჩვენ. კი, მაშინ პირველ ეთერში ვთქვით ჩვენ. აი ამიტომ ესე იგი მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოსი აი რო იტყვიან ხოლმე კინო ნიჭით არის გაპენტილი ეს ჩვენი ახალგაზრდობა. აი იცით რა არის კინო აზროვნება და კინო ენას ცოტა სხვანაირი ნიჭი ჭირდება, იცით, ცოტა არტისტიზმიც უნდა ქონდეს, ასოციატიური აზროვნება, იცით რაღაც სპეციფიკა ისეთი, აქ მარტო განათლებით და ასე ვთქვათ სწრაფი რეაგირების ისიც უნდა ქონდეს რა მომენტში და იცით აი ეს ნიჭი ამ ნიჭით ქართველები რომ დაჯილდოებული არიან ამის აბსოლუტურად დადასტურება გვაქვს ჩვენ ამხელა საბჭოთა კავშირში ამდენს კინოსტუდიებში დოჟენკო მოსფილმი ისინი ყველა აქ იყვნენ ჩამოსულები ბათუმის არა აი აქ აი ჩვენი პატარა Gruzia films ეცახავდნენ ხო მაშინ საბჭოთა კავშირში იქ მისი პროდუქცია იყო გამორჩეული სრულიად გამორჩეული ამას მე მარტო მე არ ამბობ და ამას ადასტურებენ ყველა ცნობილი რეჟისორები და ქართული კინოს ფენომენი ეს ტერმინი საერთოდ არის ფელინის და ტონინო გუერას მისი სცენარისტის ნაყოფი ეს ტერმინი თვითონ შემორჩენილია რატომ ახლა რა არის ეს ქართული კინო ფენომენი იყო საბჭოთა კინოში ასეთი ცალკე გამოყოფილი ხო აი ესე ამას ხო რაღაც მიზეზი რა თქმა უნდა ხაზგასმით იყო მიზეზი ჩემის აზრით იყო ის რომ ქართველები აკეთებდნენ თავიანთ თემატიკიდან დაწყებული უკვე ძალიან დიდი სიტყვა და გენეტიკურ ამონასუნთქს კი ქართული კინო. კივილიც იყო, სიხარულიც იყო და ისე აღთქმა იყო ამ ყველაფრის. ქართველების თვისება, იცით, აი იუმორის და იმის შეზავების ტრაგიზმის. კივილის. და ეს ძალიან რთული ოქსიმორონია, ასე ვთქვათ. იუმორი და ტრაგიზმი, ხო, შეიძლება შავ იუმორში გადაგივიდეს და ქართული იყო რაღაცა ლაღი. რეზო გაბრიაძის ყველა სცენარი და რეზო გაბრიაძის დამოკიდებულება ცხოვრებასთან და შერეკილები და ეს თემატიკები მიხეილ კობახიძის ქორწილიდან წამოსულია ეს იმპულსები ეს ყველაფერი ადამიანები ამას რო უყურებდნენ ერთმა იტალიელმა ცნობილმა რეჟისორმა თქვა რომ ყველა ჩემ ფილმს ვცვლიო ერთ ქართულ ფილმში ასეთი აქტიურად 50-იანი წლებიდან დაწყებული აი ეს კინორეჟისურო ქართული კინო და მისი ისტორიები დღემდე ცოცხლობს და ეპოქას გადარჩენს აი არჩენს ეპოქას თავის ხელოვნება ხო ნამდვილად აი ეს ამას ნიშნავს და აი ოციანების ეპოქა მოვიდა. გინდა ოციანების ეპოქა და ჩვენი ძველი კინორეჟისორი. აი ახლა 2025 ეხლანდელი ოციანები. ამ ეპოქას, ესე იგი, ამ საუკუნის დასაწყისი. აუცილებელია, რომ აი ისეთი რეჟისორები ახლა ისე არ ჩამithვალთ, რომ თქვენ და კიდე რამდენი არიან ბევრნი, რომელმაც აი ეს შეძლეს ეს ბათუმის ესეთი
სპორტული იდეა აჩვენეს მთელ მსოფლიოს, ხო? და ეს ისეთი აი მოვლენა იყო დაემთხვა ჩვენ სპორტულ აღმავლობას და პარალელურად ესე იგი თელმა მსოფლიომ კიდე კინორეჟისორა გაიცნო და იქ შევიდა უამრავი ადამიანი, მათ შორის რუსეთიდან ყავდათ 1-3 წარმომადგენელი, სერიოზული წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ. ეს უკვე ძალიან ამერიკულ, რუსულ, იაპონური პროდუქცია იყო ძირითადად და ამიტომ ჩვენ მივეცით საშუალება ხა რა თქმა უნდა ეს ხელოვნება და პოლიტიკასთან არაფერი ის არ აქვს კი ჩვენ გავემიჯნეთ ამ შემთხვევაში და სომხურ ფილმს მივეცით პრიზი სხვათა შორის ის პრიზი მივეცით რომელიც ჩვენ გულში დაბადებული იყო ნანა მჭედლიძის პირველი მერცხალი ერქვა პრიზს ნანა მჭედლიძის აი ფეხბურთზე რო გადაიღო ის პრიზი მივეცით სომეხ რეჟისორს რომელიც ძალოსნობაზე იყო ფილმი და ეს ჟიური ერთხმად გადაწყვიტა იმიტომ რომ აქ ჩვენ არც აქ ესეთი სიტყვაა ნათქვამი ახლა ჩვენ კი გვინდა რომ პოლიტიკაში არა მაგრამ თავის სიტყვას თუნდაც ის აფხაზეთის მერის ფეხბურთელი მისი ინიციატივა მისი ის წარმატებები როდესაც აჩვენებდა როგორი ემოცია იქნებოდა თვითონ ის რუსებიც რა დღეში ჩავარდებოდნენ იმ მომენტში კი მაგრამ ეს იყო პოზიტიური პოლიტიკური მომენტი პოზიტიური იყო მაგრამ შინაგანად ადამიანები განიცდიან ხოსორეა შინაგანად ისინი განაცდიან რომ მათი სახელმწიფომ აი ეს გვირგვინი რომელიც მთლიანი იყო საქართველოს აი ესეთი რაღაცა ისა და აქედან გამომდინარე კარგი ხელოვანი ყოველთვის ფიქრობს რომ ისი რა იქ აღმართი იქნება აუცილებლად მაგრამ დაღმართზე არ უნდა იფიქროს აღმართზე ფიქრობს და ამოყავს თავის საზოგადოება ამ აღმართიდან და როდესაც თვითონ აი ეს ადამიანები ესწრებიან აი სწორედ ეს არის დიდი პოლიტიკა პოლიტიკა მარტო ის კი არ არის რომ გამოხვიდე და ლანძღო და უაგი თქვა და აუგი თქვა პოლიტიკას დიპლომატია სჭირდება აუცილებლად თუ არა აქვს დიპლომატია არაფერში არ გამოდგება და მე მართლაც მოგილოცავთ ნამდვილად დიდი წარმატება ეს საქართველოსთვის მაგრამ თქვენი ნიჭი ახლა გამომდის ისე იმიტომ რომ რაც თქვენ გააკეთეთ ბატონ რეზოსთან და კიდე ტრიპოლსკი ხო სწორია ისიც დადიოდა ირაკლი კი ყოველთვის ერთად ვიყავით ჩვენ კი ბატონ ხელი ეხლაც არ გაგვიშვია ერთმანეთს ტრიპოლსკი ხო ეს ადამიანები რომლებიც ზრუნავდნენ სახელმწიფოს ღირსების დაცვაზე ისტორიულად და როგორ ფიქრობთ არ არის ეხა დღეს იმისა რომ თქვენ მთელი თქვენი ახალგაზრდობა აი ამ ცოდნას და ამ ყველაფერს შესწირეთ და დღეს ქართული კინოს ფენომენი რომელიც უნდა აღსდგეს როგორ მიგაჩნიათ აი ამაზე ძალიან მინდა რომ ისაუბროთ აი მე გეტყვით რომ აი მეგულება როგორც კარგი ქართული სიტყვაა რომ მეგულება საქართველოში ისეთი თაობა რომელიც აუცილებლად ამ ფენომენის აღდგენას მიაღწევს. იქ თავარი არის აი ცოტა თემატიკური, ასე ვთქვათ, თემატიკურ ტყეში რომ კარგად გაერკვენ და გამოიარონ და დააფასონ ის რომ ქართველების კივრზე ვზივართ რა პირდაპირ. ისეთ ეზოთერულ სკივზე ვზივართ, ისეთი თემები გვაქვს, ისეთი ბიოგრაფიები გვაქვს, რომლებსაც შეხედან ამერიკელი ისინი რეჟისორები და იგონებენ სიუჟეტებს. ისეთ სიუჟეტებს, რომელიც ჩვენ გამზადებული ცოცხალი ადამიანები ყავს. იმიტომ რომ დატოვეს თქვენმა წინაპრებმა, დატოვეს. ძალიან ბევრი მასალა. წერლობამ განათლებამ ისეთი ეთნოგრაფიული ეზოთერული ცოდნა გვაქვს ჩვენ და ისეთი ბუნება და ისეთი
იუმორი და ისეთი აი ყველა კომპონენტი გვაქვს იმისათვის რომ უნდა ვაკეთოთ ძალიან შესამჩნევი და ძალიან ძლიერი ფილმი. ოღონდ ისე ვიმეორებ, ამისათვის არის საჭირო რომ აკეთო შენი. ანუ ის რაც შენ გაწუხებს შენ და არ გააკეთო აქცენტი აი რაც დღეს ხშირად ხდება ხოლმე ეს ჩვენი ნიჭიერი ბავშვები იღებენ და რომ არაჩვეულებრივი ბავშვი ახალგაზრდობა არაჩვეულებრივი ფესტივალზე რომ მოხდეს და იქ საზღვარგარეთ და იმათმა მოიწონონ ამისათვის რაღაც კლიშეებს იყენებენ ევროპულს რომ დაემსგავსონ ევროპულ კინოს და იქ გინდაც ამერიკულს და გინდაც უნდა შენი გააკეთო თქვენ გაგიგიათ ეხლა რომ მაგალითად ირანულ კინოს აუღია მე ხშირად გამიგია ან ირანულს ან ინდურ ფილმს აუღია მთავარი პრიზი მაგრამ რის გამო აუღია იმიტომ რომ იქ არის ის ჩადებული რაც იმ რეჟისორმა ძალიან კარგად იცის ბუნებაში და გენებშია გამჟდარი და აი როგორც ანალოგიას მოვიყვან სპორტულს არა ეხლა ჩვენ ქართულ ჭიდაობაში როგორი ძლიერები ვართ ვიცით ჩვენი ჭიდაობა ესა იქ 200-მდე ილეთი არის და იაპონელები ჩამოდიან და სწავლობენ ხოლმე ჩვენგან ამ ილეთებს იმიტომ ესე ძიუდოში რომ ვიმარჯვეთ ყველა სპორტის სახეობაში თითქმის ამ ბოლო დროს იმიტომ რომ ჩვენსაც ჭიდაობენ კი რა თქმა უნდა მე იმაზე ზედნაშენი არის ამოშენებული შემდეგ ყველაფერს სწავლობენ მაგრამ ეს გამჟდარი აქვს აი პლასტიკაში ყველაფერში ამიტომ აი ეს კინოც ესე არის რა რაც შენ კარგად გეხერხება და რასაც შენ ხედავ და აი კარგად გადამუშავებული გაქვს ის შენი გენეტიკური აი ეს ყველაფერი ის უნდა ვაკეთოთ ალბათ ამას გაითვალისწინებენ ჩვენი ახალგაზრდები და ცოტა რომ დაღვინდებიან უკვე მიხვდებიან რომ აი აქ თურაშაულის პატრონი თურაშაულის ვაშლის ნუ ვეძებთ ფანტასტიკა ტყეში აი გადავიკითხე ახლა ეს პროგრამა და ბოლოში არის სტოდო ეს იგი მიხეილ ჭიაურელის და ეს ისე ცნობილი პიროვნება იყო და არის საქართველოში ეს ისტორიიდან ვერასოდეს ვერ წაიშლება საერთოდ მარტო ბატონი მიხეილი კი არა კინოები რომელიც სოფიკო ჭიაურელი სადაც კი თამაშობდა ჩემი ეროვნების როლს თქვენ კარგად იცით ხო როგორ კარგად ამჟავნებდა ამ როლს საქვეყნოდ ეს იყო რაღაცა იცით ისეთი დიპლომატია ჩადებული და ისეთი სიყვარული ამას სხვა ეხლა თქვენ წეგან ირანი ახსეთ ისინი ეძებენო ვერც მოძებენ იმიტომ რომ უნდა იყო კეთილშობილური უნდა გრძნობდე რომ იცი რაღაცა მიაწოდო ისეთი რომ მასაც ეს სიამოვნოს და საზოგადოებას და ეს ისტორიულად შერჩა ეს ფილმები ქალბატონ სოფიკოს მონაწილეობით და ძალიან დიდ სიყვარულს იმსახურეს მთელ მსოფლიოში სადაც კი არ უნდა წავიდეს ნამდვილად მის ადგილზელოს ყველა აი მაგიდაზე ეროვნულ მაგიდაზე მე მყოფილი ვარ და აი წეგარ უთქვითო იუმორი თან დართული იყო და მართლა ეს იყო და როდესაც იქ იხსენებენ იცი რა ერთა ქალბატონი აი სოფიკოს გვარი შემახსენ თუ თვითონ ავიწყდებოდა რომ ვეტყოდით ჭიაურელი რაღაც და აი გახსოვთ როგორი ის იყო და როგორ და უხაროდათ აეხლა იმ ქვეყნებში სადაც ეს ეგრეთ წოდებული დემოკრატიას და იმათზე აქვს პრეტენზია რომ როგორები იყვნენ და როგორი იყო საქართველო აი ეს მე მინდა რომ იცით რა მე შეიძლება რამდენი ვიცოცხლო ხა მაგრამ მთელი ჩემი ეს დავტოვო იცით აი ეს სიყვარული და სხვათა შორის პირველი არ მithქვია თქვენთვის ეხლა პირველად აი წამოვიდა ეს ყველაფერი რომ ნამდვილად ღირსია აი ეს ადამიანები რომლებიც აქედან გავიდნენ სწავლობენ განიცდიან ძალიან ბევრი ქართველი აი იმ საზოგადოებაში რასაც უცხოსული ქვია ძალიან უჭირს სულიერათაც ეკონომიურად მაგრამ ოჯახის გადარჩენის მიზნით არის იქ და
წარმოიდგინე რომ ძალიან ბევრ საერთოს პოულობენ აქედან წასულ ჩვენი ერის წარმომადგენლებთან და აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები, რუსები, ყველანი ვინც ისა. მაგალითად რატო უნდა თქო რუსეთში რო გაივლი გრუზინს რო იტყვიან ის თვალები ქალსაც და კაცს ცრემლი ადამიანები ყველგან კარგები არიან, წესიერებიც არიან და ბოროტებიც არიან. მაგრამ ამით არ განისაზღვრება სახელმწიფო განისაზღვრება სითბოთი და სიყვარული. რა თქმა უნდა, ჯერთი ერზე როგორ შეიძლება საერთოდ ერზე ამის ლაპარაკი, მაშინ გერმანელებიც უნდა შევიძრლოთ და პირველი ატომური ბომბა ვინც გამოიყენებს და ხიროსიმა ნაგასაკი მოაწყო. დიდი ერები არიან ეხლა თავის თავს ასეთლიან. ამიტომ იცით რა არის ასეთი ბატონ რეზოს აქვს ხათაშორის თაბუკაშს ნათქვამი ლექსში აქვს ესეთი ფრაზა რომ ვინმე სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალო. ესე იგი ვიღაცამ სიგლახე ჩაიდინა ეგ არ ნიშნავს რომ თერიერი ესეთი. რა თქმა უნდა. ასე რომ ეს ისე მე შემოვდივარ ასეთი წინადადებებით ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი სიახლოვე ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, როგორც თანამოქალაქეები, როცა გექნებათ ამის საშუალება რაღაცა წინადადება რომ ფილმი უნდა გაკეთდეს მართლა საქართველოში მცხოვრები რა თქმა უნდა ცირერები რომლებიც იყვნენ აი მაგალითად ჩვენი თბილისელი აზერბაიჯანელები თბილისელი ყველაზე უნდა გაკეთდეს იცით რა იგივე გერმანელების სასაფლაოა კი გერმანელების და ძალიან კარგი და რაც მთავარია რუსები თბილისელი რუსები ეს არ უნდა დაგვავიწყდეს მათ ძალიან დიდი ეპოქა დატოვეს საქართველოში იმ დროს, ოდესაც ხმა არ ამოიღეს. ეს ძალიან დიდი ღირსება იყო, იცით რა, ისე ღირსეულად წავიდნენ, რომ ისე ტკივილიც იყო. მაგრამ ეს გამომდინარე იმ უაზრობიდან იყო, ვინც მესამე პირი იყო, ეხლა ეს ჩვენი პოლიტიკური განსჯის უნარი არ არის, მაგრამ ადამიანებს დიდი კვალი აქვს დატოვებული, ამაქვს არ აქვს და ეს არის საქართველო და საქართველოს ღირსებას ვინც იცავდა, ყველა არის საპატივცემულო და ყველა არის მოსაგონი, აი ასე. იცით მოყრათ მოსული ადამიანი მოყრათ უნდა მიიღო და მტრად მოსული მტრად უნდა მოიღო. რა თქმა უნდა. ასე არ შეიძლება ერთი საზომით ამის ზომა და. კი, მაგრამ ჩვენ პატიების უნარიც უნდა გქონდეს. აუცილებლად ნებისმიერ საკუთარ, იმიტომ რომ მუდმივი პაექრობა და ქიშპობა არავისთვის არაფერი კარგი არ მოუტანია და მე ვფიქრობ რომ ეს მე ჯერა რომ მომავალი თაობები ეხლა ახალგაზრდობამ უნდა პატარები არიან გაარკვიოს ახალგაზრდობა ძალიან ნიჭიერები კი ძალიან როგორ აი ცინცხალი ნიჭით არიან დაჯილდოებული და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეგენი ლოგიკით მიუდგებიან ყველაფერს იმიტომ კი არა რომ აი ვინც რაღაცა საკენგს დაუყრის ესე არ ივლის ეს ხალხი ეს ნიჭიერი ხალხია და ეგენი შეხედავენ რა არის გონებასთან ახლოს და ბატონო ირაკლი რატო შევაძავე და რატო ვთქვი ახლა ეს ანალოგია რომ კინოს ძალიან ბევრი დიპლომატია შეუძლია გარე სამყაროსთან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვამბობ რომ დემოკრატიული პრინციპებს ოდესაც 1994 წელს შეუერთდა საქართველოს და ხელი მოაწერა საერთაშორისო კონვენცია და ვალდებულებები აიღო. ყველაფერი ისინი ჩვენზე კარგი რა ქონდათ. მე სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ ვნახე ისეთი, ჩემი არსებობის მანძილზე მით უმეტეს რომ მე ოჯახის წევრი მყავს ევროპელი. ხო და ისეთი გერმანიაში ცხოვრობს, არა? ხო, გერმანელი და იქაური 23 წელია და შვილი მყავს. სიზი არაჩველი რომელსაც ძალიან კარგად მეტყველებს ქართულად ვასწავლე რაც მთავარია და რა მინდა ვთქვა იცი? ყველაზე დიდი დემოკრატიული სახელმწიფო იყო საქართველო და აი ეს მასალები როგორ იყო 84 ეროვნების წარმომადგენლები და როგორ იყო შესაძლო და როგორი განათლებით იყვნენ და როგორ ფასეულობებით ესაც უნდა გადაიღონ სწორედაც და აი ეს არის
დანახვა იმათი, ვინც დღეს საქართველოს ებრძვიან. ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავენ იმ სითბოს, აი იმ მაგიდას. სხვათა შორის აღიარებენ მაგას. ამბობენ თვითონაც ამჩნევენ. ხო და ეს რომ ამჩნევენ, თვითონ უნდა თქვან, რომ ის კი არა რომ რაღაცას ხან იმას იყენებენ, ეხლა ცოტა 14 წუთი დაგვრჩა, მაგრამ იცით რა, ხან მეორე ქვეყნისკენ იხედებია, რომ ვინ კიდე როგორმე ჩაითრიონ ომში. არ გამოვა ეს, იმიტომ რომ ყველა ქართველმა უნდა მიხვდეს, რომ საქართველოს განსაკუთრებული სხვა, იცით, აი მაშინ როცა მიწას არ იგებდა ღმერთი ამ ანდაზასავით გამოვიყენებ. აი ბოლო დაარიგა, ბოლო შეხვდა, მაგრამ ყველაზე იცით რა თბილი, ყველაზე მომგებიანი, ყველაზე მზიანი, ყველაზე ისეთი კუთხე არის, რომ დღემდე მართლა უფალი ხედავს ამას და ჩვენც უნდა დავაფასოთ სულ ყველამ ერთად. თქვენ რა სიტყვით, აი 13 წუთი დარჩა, მაინც 3 დღე დარჩა იმ ღერბარებიდან, რაც 4-ში აი ამდენ ტელევიზიები ყოველ დღე საუბრობენ და მოქმედი პირებსაც აჩვენებენ რაღაცა. მე ვფიქრობ, რომ იცით რა, ნებისმიერ ოჯახმა ის ჩვენ ეს დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ არის იმ სითბოსთან, იმ სიყვარულთან დაკავშირები, რაც ესე იგი ამდენი წლებია, რამდენი საუკუნეა თითქმის მეოთხე თაობა არის და მე მახსოვს როგორი წინაპრები ტოვებდნენ და აქ კუკია მოხადგვერდია თუ სავსეა ეს მიცვალებულები, რომლებიც საქართველოს სიყვარულს და ვინც წავიდა გავიდა, ნოსტალგიით მოკვდა ხალხი. სხვა ერებიც, მარტო ჩვენიერი და ის კი არა, ყველა, აი თქვენ რა სიტყვით, აი 3 რიცხვის, როგორც დიდი ქართველი, იმიტომ რომ გადაცემა რომ მიყავს გიორგი კალანდიას, იქ 2 ღირსშესანიშნავი პაპაბები მოქმედებენ კიდე. კი, თამარ და აკაკი პაპავები, ჩემი პაპები, თქვენი მოგვარები, ხო, თქვენი წინაპრები და ეს ისეთი ისტორიული ფაქტი იყო, რომ მე რომ ძირფესვიანად არ მენახა და არ წამეკითხა და მათი მოვალეობები დიდი ბაბუის ძმა იყო, ერთ გვარში 3 პაპავები თქვენი სახით. მე იცით რა, ამას ვერავინ ვერ დაიქადნის და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ასეთი სიმძლავრეა საქართველოს მოსახლეობაში, წინაპრებში. ეს რომ დატოვებული არ ყოფილიყო, ამდენს ვერა. აი რას მოუწოდები თქვენი გამოცდილებიდან, თქვენი ქართველობიდან სამში ხალხს, აი რას მოუწოდებთ, როგორია სამშობლოს და ღირსების მოთხოვნა დღეს ქართველი ერისაგან და საქართველოს მოსახლეობისგან. აუცილებლად მოუწოდებდი მაქსიმალური სიმშვიდით შევხვდეთ თავისი ნება აირჩიონ, რაც უნდა თვითონ პოლემიკას და რა ქვია დებატს დაპირისპირებასაც აქვს თავისი კოდექსი რაღაცა. და შეიძლება უნდა დავიცვათ ეს კოდექსი. და რასაც ვერ დავიცავთ ან არ დავიცავთ, ვინც არ დაიცავს, იმან კანონთან უნდა ისაუბროს რა. კანონი ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში უნდა კანონი კანონობდეს ისე, რომ ვინც რას იმსახურებს, იმას მიიღებს. ესე იგი, აქ რაღაცა მოწოდებები რო ისმის, აი საერთოდ არ მესმის ესა, რომ ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ და იქ ჯარი ყავს და რაღაცა სიძახიან. არ ვიცი მე ეს საერთოდ არ მიმაჩნია განჯის საგნათაც კი რა. იმიტომ რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს კანონი. და კანონი დავიცვათ და ვიყოთ მაქსიმალურად თავდაჭერილად და შვიდად. თუ დაირღვევა ეს? როგორც თქვენ ბრძანით, რომ კანონი რა თქმა უნდა ეს არ შეეშლება სახელმწიფოს, მაგრამ მე ვთხოვდი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, არავინ არ გიკრძალავთ, თქვენ ყველა შესაძლებლობა გააქვთ, რომ თქვენი აზრი გამოხატოთ.
გამოხატეთ ვის რა აზრი გაქვთ როგორ გინდათ ეს ქვეყანა ხვალ იყოს მაგრამ ის რომ რასაც გარედან ფიქსირდება ადამიანები რომლებმაც რეჟიმი დაამთავრეს წამებით და ძალიან ბევრი გადაცემები ქონდა ობიექტივს დაწყებული ბატონ დავით არხანმოურავიდან და ქალბატონ ირმასგან ბრძოლები წინააღმდეგობის მოძრაობები ყველაფერი როდესაც ხელი შეეწყო რომ რეჟიმი წასულიყო ნებაყოფლობით და ნებაყოფლობით წავიდა რეჟიმი სხვათა შორის ამას მიაღწია ეს იყო სწორედ წინააღმდეგობის მოძრაობა რომელიც რუსთაველზე ყოველდღე და თავისუფლების მოედანზე 100,000-ობით ხალხი და 300,000 და ის მოდიოდა და ჩვენ არ ტრაბახობდნენ კოჰაბიტაციაც შეცდომა იყო რა თქმა უნდა და უნდა გაითვალისწინოს რომ ნიჭიერის საზოგადოება არ დარჩეს გარეთ ნიჭიერის საზოგადოებას უნდა გაუხსნას რა თქმა უნდა მე ხა ცოტა ვეცლები იუმორის კეცავიყვანო იმიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ნუ არ ამგონია რომ აქ რაღაც ისეთი მოხდეს მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ესე იგი აი მე ასე ვეთყოდი რა რომ აი რო გკითხავთ რატომ ნურას დროს იქნება პასუხი იმიტომ აი ბავშვის პასუხივით არის იყო ერთხელ გახსოვთ თქვენ ერთმა მინისტრმა თუ ჩეველმა ყოფილი პრეზიდენტის გვიპასუხა იმიტომ ასე არ არის ის ყველაფერს აქვს თავისი ახსნა მაშინ უნდა თქვა ეს იმიტომ მოგწონს რომ ამიტომ და ეს იმიტომ პასუხი მაშინ ჩემი შვილი პატარა იყო და იტიმოლო ამბობდა როცა ვეკითხებოდი რატო ჩაიდინე ესა იტიმოლო მეუბნებოდა ანუ იმიტომ რომ ხო და ესე იტიმოლოთი ვერ გავალთ შვილი კი რა თქმა უნდა 7 წუთია ბატონო ირაკლი და მე მაინც მინდა ჩვენ რითაც დავიწყეთ აი სპორტული აღმავლობა რომელიც ფაქტიურად თქვენ კინორეჟისორებით დატოვეთ ხელოვნებაში ფაქტიურად მუზეუმში იქნება ეს ყველაფერი როგორც საქართველოში ისე კიდე მონაწილე ადამიანები რომელთა წიგნათაც გამოვა ალბათ წიგნათაც გამოვა და ეს შვენიერი ის გამოვიდა ბუკლეტი სხვათა შორის იქ ყველაფერი არის მისალმებებიც არის ყველაფერი არის ჟიურის წევრების და იქ აღწერილია თელი ყველა ფილმები პატარა ანოტაციებია ამ ფილმების და ჩვენ აი სამის არჩევნებთან დაკავშირებით გადახედეთ ამ ადამიანებს ამათ მონდომებას ამათ სახელმწიფოებრივ აზროვნებას იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაკეთა საქართველოსთვის მოვა დრო რა თქმა უნდა შეუცვლელი არავინ არ არის შეიცვლება პარლამენტი შეიცვლება ყველაფერი მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენ ვხედავთ რომ არ არიან მომზადებული მხოლოდ არიან სხვა ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლები მომზადებული ნამდვილად ვერ ვხედავ მომზადებულები ნამდვილად ვერაფერს ხო და აქედან გამომდინარე რას უსურვებთ აი საბოლოოდ სამი რიცხვის მონაწილე ადამიანებს რაში იცით ბატონო ირაკლი აი დილით რო გაიღვიძე პასუხისგებლობის გრძნობა როგორ აქვს ადამიანს თავისი სამშობლოს წინაშე ხო ეს არის შეიძლება არ მოგწოს კი ბატონო წადი და ხმა მიეცი ვინც მოგწოს იმას მიეცი მაგრამ ის ვინც გარეთ დარჩა და ამბობს რომ არ მივიღე მონაწილეობა იმიტომ რომ აი რაც თქვენ იმას ეკუთვნის ეს სიტყვა ეხლა თქვენ რომ ბავშვით არ ეს არ არის არ მოხდება ეგ და არ შეიძლება რომ საღმა აზრმა აი იმიტომ რომ იმასთან დადგნენ ეს არ შეიძლება ეს იმდენად შეუდარებელი ფენომენია ქართველი ერისათვის რომელიც კარგს არაფერს არ მოგვიტანს მე მინდა თქვენ წარმატებები გისურვოთ ბატონო ირაკლი თავისთავად ცხადია წინსვლა გისურვოთ იმიტომ რომ კარგი პიროვნება ბრძანდებით კარგი მე იმიტომ ისეთ რატო გეუნებით ამას კარგი ქართველობა დღეს ძალიან რთულია
მე მენატრება ის ქართველობა, რომელსაც ჩემი ბავშვობის წლები ერქვა, არის ძლიერი ქართველობა, რომელსაც არსალია საზოგადოებისთვის და ის სახელმწიფოს ინტერესებს იცავს გარეთ. რაღაც სიდარმას ისლე გაქრა თითქოს. კი, და ჩვენ ვხვდებით ყოველდღიურად გარეთ გასაცოდებულ, ნამდვილად გაჭირვებულ მოსახლეობა, ნამდვილად არსებობს ეს. და აქედან გამომდინარე ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენ ყველანი ისე გავერთიანდეთ, როგორც ჩვენ წინაპრებს საქართველოს ღირსებას და სიყვარულს და სამშობლოს დაგიცავდა და დღემდე მოტანილი საქართველო თქვენ უნდა გააგრძელოთ ერთი საუკუნე კიდე რომ აი თქვენი რასაც თქვენ აი თქვენ იყავით ახლა ბათუმში რომელიც პირველი ნაკვერჩხალი იყო რო იტყვიან და შემდეგი გიზგიზა ცეცხლი რომელიც უნდა უკვე კინომეტაგრაფიამ რაც კი მოხდეს გადაიღოს და ეს იქნება ძალიან დიდი წარმავლობა თქვენი ხელოვნების და თქვენი მოღვაწეობის მე გისურვებით ყველაფერს კარგს დიდი მადლობა რომ თქვენ მობრძანდით და 3 წუთი დაგვრჩა თუ რამე გნებავთ კიდე მაინც ახსენეთ მე ისევ ჩემ ახალგაზრდებს მინდა მიმართო ვინც განსაკუთრებით კინოთი არის დაყავებული რომ სერიოზულად იფიქრონ ეხა რამდენი გმირი სპორტსმენი ყავს აი მართლა ისტორიული უკვე ეს ფრაზა ისეთი გახდა იმიტომ რომ პირველად საქართველოში ამან გაიმარჯვა იქ ეს ხალხი სულ არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ და ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეს ამათმა სპორტი თვითონ ისეთი რამ არის რომ პლასტიკა არის შეგჭადებული გამიგეთ და დინამიკაა ჩადებული და კინო რა არის დინამიკა და პლასტიკა კინოენა ხა ჩარლი ჩაპლინის მარტო როცა არ იყო მეტყველი კინო მაშინ პლასტიკით და დინამიკით აკეთებდა და სპორტი ეგ არის მეტი არაფერი აი არის ესა და ემოცია ამიტომ ამაზე კარგ თემატიკას ვერ იპოვიან მით უმეტეს ახალგაზრდა სანამ ახალგაზრდები არიან მე რო დაგვინდებიან მე შეიძლება სხვა თემებზეც ნამდვილად ძალიან დიდი სიამოვნება იქნება მათთვის მომავალი რწმენა, მათი არჩეული გზა და ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიდიადეს მისცემს. თქვენის ნებართვით მე უსურვებდი კიდევ საბოლოოდ, იმიტომ რომ აუცილებლად ჩვენი პარტია იღებს მონაწილეობას 8 ნომრით და სხვათა შორის ძალიან კარგი შემადგენლობა ყავს. ძალიან სიდინჯე, ძალიან ცოდნით გაჟღენთილი, რომლებიც დასჭირდება ჩვენს ქვეყანას და უსურვებდი ყველა მსმენელს, რომელიც თვითონ გაითვალისწინებს თავის არჩევანს, როგორც ობიექტივის მსმენელს, რომ 8 ნომერი მართლაც უნდა შემოიხაზოს, იმიტომ კი არა რომ მე აგიტაციას ვეტევი, არა, მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენ მოკრძალებულად ვიქცებით და არაფერს ცოტა სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ და უფალი გფარავდეთ მთელ საქართველოს. 3 რიცხვი იყოს ბედნიერების დღე ყველა ოჯახში, სიხარულის დღე და შერიგების და დათმობის. ეს ყველაზე დიდი ღირსეული წუთები იქნება ყველასათვის და კიდევ ერთხელ გამოჩნდება თქვენი სიდარბაისლე, სიმძიმე და ისტორიული ხედვა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი თქვენთან. უღრმესი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.